ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia ძალიან მაგარი მოქოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა გამარჯობათ მეგობრებო, არ გამწერებო კარგო ხარ. გამარჯობათ. მოკლედ ბატონო დავით ბარბარობაც მოვიდა. მოგვიახლოვდა და მოვიდა. სანთელი დავანთოთ. ზოგი იძახისო სანთელი იმითი არ დაანთოთ რა ქვია, სანთებელი თუ რატო არ ნანათო ვერ გავიგე რა. ინდესი. კაი? ანუ რა მშვენივრია ეს მშვენივრობა. ხომ ამის ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს. რა? ასეთი და სანთებელი. ჭეშმარიტად ეგრეა. ეხლა მოდი ბარბარობაზე ვილაპარაკოთ. იყო ეგეთი ქრისტიანული წმინდანი ბარბარე და ქართველებმა ბარბარობას განსაკუთრებით აღნიშნა ქართველები. იცი რატო? წარმართები როცა ვიყავით, ქრისტიანები რამდენი ხანია ვართ? 2025 წელი. არა. ქრისტეშობიდან 2025 წელამდე. სადაც მე-5 საუკუნეში გავხდით ქრისტიანი. ნუ 1500 წელი, 1600-ი, კაი, 100 წელი კიდე იქით გადავაგდოთ. ჩვენი მოდგმა და ჯიში ქართველების არის და 8000 წელია ხო ღვინოსაც ვწურთ, ხო? ჩემეზე უფრო მეტია. ეგ რაც აღმოჩენილია და ჩემეზე. ხო, ეხლა პირველი ქვერის ხო ის არის პოლის, ანუ ქართველები გაცილები დიდი ხნისანი ვართ, ანუ მანამდე სხვა ჯულზე და სხვა რელიგიაზე ვიყავით. და იყო ეგეთი ღმერთი ბარბარე, ხო? ბარბარე არა. წმინდა ბარბარე იყო ქრისტიანი ქალი. რომელიც ეკლესიამ ქრისტიანთა აღიარა, მაგრამ ბარბალე და ბარბალობა იყო წარმართული ღმერთი და ითვლებოდა ბავშვების მფარველად. მერე ქრისტიანობა შემოვიდა, წმინდა ბარბარე გამოჩნდა. ბარბარე და ბალბალე ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა და ითვლება წმინდა ბარბარე, ეხლა რასაც ბარბარობა ქვია ქრისტიანულად, ბავშვების დამცველად. გამიგე? მეტამორფოზა იცი რა არის? ცვლილება. და ბავშვთა დაცვის ხე სხვა არის? ბავშვთა დაცვის ხე სხვა რაღაცა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცი ჭამა, მით უმეტეს თევზითაც არ არის ხსნილი. ამიტომ ქართველებმა მივიღეთ ეგეთი გადაწყვეტილება, რომ ლობიო და თევზი არა, ლობიო უნდა გეჭამა, იმიტომ რომ ჯანითა და კალორიულობით ლობიო უფრო ახლოა. ჩვენ ხო ვიდეოც გადავაგდით. ხელდასმანები არა გვაქვს. ხელდასმანები არა გვაქვს. ჩვენ ხო ვიდეოც გადავაგდით. სანამ ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში, სასაფლაოები როგორი იყო? კლდეში რო. მოკლედ, ვიღებთ ცომს. მე ცომთან მაინცა და მაინც ესეთ კბილად არა ვარ. გამიგე? ბატონო ვანომა თქვა, რომ ხელთათმანებიცო გათავდაო. ამიტომ ეს ცომი როგორღაც უნდა გავავტყელოთ. მოგეთ ესეთ მდგომარეობაში მიყვარს ცომი. მერე შენ გაქვს ლობიანის გაკეთების გამოცდილება. კი. რაღაცა გამიკეთებია ბატონო დავით. ხაჭაპურიც გავაკეთეთ ერთხელ. მე ერთხელ დავსვა და მოგიყვებირებმა გაკეთებული და შეიძლება შენ მერე შენი შვილები დასვა და იმათ პაპაზე ჩემზე რაღაცა მოუღო და თუ არ იტირეს შეგიძლია რომ ცემო. უფლებას გაძლევ რომ ატე თქვენი და ასე შემდეგ. ხედავ როგორ რაღაცა გავაკეთე. აი. შუაში მოყუჩდა ლობიო. აი ესე. და მოდი გავაკეთოთ ბარბარობისთვის ლობიანი. ლობიანი გიჭამია? კი, ოღონდ ძალიან ადრე. და ვიცი რომ არ გიყვარს ხო ეგრე? ძალიან ადრე რომ მაქვს ნაჭამი, რა? აღარც მაქვს. აი ახლა იღებ ესეთ. და სანამ დადებ ესე ხელში შეათამაშებ რომ და მერე და თუ მომეწონა, გიქო. თუ მოგეწონა. აი ახლა ნახე შენა. შეგვე ჩავავტყელებ და რომ მორჩები გაბტყელებას, ახლა დამაკვირდი ნახე რას ვისო. ესე გავუკეთებ ესე. და მერე ესე. და ჯვრის ფორმა მივეცი. ესე.
აღარ უნდა ხა ამას არაფერი. არა, ნახორტი არ გავუკეთო. არა, კარგად. კაი. და მოდი ახლა ვილაპარაკოთ ეგეთი რაღაცა. ღვინო მაქვს, ლობიოს და საერთოდ ლობიანს აყვდება ძალიან მაგრა ღვინო შავი და აი ესეთი ღვინო მაქვს, ეს სასიეთის ღვინო არ არის. 8000 აწერი, ეს იმას ნიშნავს, რომ 8000 წლის წინ დაიწურა პირველი, ის მოსავალი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, იმ ცნობილი ქვევრიდან. არის საფერავი. ღვინის ფესტივალზე ვიყავი და იქ მითავაზეს ეს ღვინო. თუ სადმე შეგხვდათ, ეხლა ამას მე დავაგემოვნებ, ამას გაჩვენებთ აუცილებლად. პური არ გვაქვს? კახეთშია ნაწარმოები, ჰა? პური არ გვაქვს? პურის მეტი რა გვაქვს, მაგრამ ლობიანსო პურიში ამატო მე ღვინოს ნაშოვე. არა, მაგას ლობიანშაზო, ბიჭო, პატარა სააგლიჩო. აი იგე. ხო, კიდე ლობიანს რა უხდება? მჟავე უხდება, წვანილი უხდება, შავი ღვინო უხდება და მეტი არც არაფერი. საერთოდ ბატონო დავით, ნაყრონობა და მუცლის გახეთქვა არ შეიძლება იმის დროს, რა ქვია. როცა მარხვა მიდის. მარხვა მარტო ის კი არის ხორცს არ ავჭამ. მე ერთმანეთს ხო მარხვაზე ვარო და 12 კილოს ისეჭამა, რა ქვია. სოკ. მე ავდგარი შვილომეთი. ბარემ ხორცი გეჭამა. ხო? მარხვა არის როცა საკუთარ ხორცს თრგუნავ. ასე რომ ეხლა ესო გაკეთდება. ჩვენ აი ამ ღვინოს დავაგემოვნებთ, დავაყოლოთ ბატონო დავით და ვნახოთ რა გამოვიდა, ხო? თქვენც მოგილოცავთ ბარბარობას და ნახოთ აბა ხო რა გამოვიდა. აიცა ბატონო დავით ეხლა ჩვენ ნახოთ რა გამოვიდა. დადგა ჟამი ჭეშმარიტების. დადგარო? აი, მოდი ახლა ამოვიღოთ. დიდი ფილოსოფია არ უნდა, მაგრამ რო თქვა რომ ძალიან ადვილია, ლობიანის გამზადება არ არის. ეს შეგვიძლია ახლა გადმოვდგათ აქედა. ქვემოწვეთ. ჰა? ქვემოწვეთ. დავდგავ და ამაზე უნდა დავაფარებ. მტერი არ ჩემო არაფერი. ხილად იყავი, ზედ ფეხი არ დაადგა. ეხლა პირდაპირ ცხერსო ჩავაფრინეთ ბატონო დავით, მართებული არ იქნება, იმიტომ რომ დავაჭრო გამოგვებუგება პერი. პერი გამოგვებუგება. მოდი ღვინო გავხსნით. ეს არის აი ესეთი ღვინო. ონა გავხსნათ და ვნახოთ რა არის, შიგ რა ასხია. ეს ერთმა კაი კაცმა ვაჩუკ ფეშკაში. ხო. ღვინის მწარმოებლები ბატონო დავით ჩვენ არ აქვს წყალობენ. ამიტომ რავი, რაღაცა გონიათ და თუ ვიღაცა გონზე დაგვიდგება ჩვენო, საერთოდ მაგარი იქნება ღვინის ამბავში. თუ არა და ჩვენ თვითონ დავწურავთ და თვალი დაუდგეთ. ნე? ასუნი? საქართველოს დროში არ ვიხდი. მარა? აღერა ჩემპიონი საცობი აქვს. აი ამ ძალიან მაგარ ღვინოს, აი. მოდი დავასხათ. და მინდა კიდე ერთი რაღაცა გავათამაშო. სამიზნე მაქვს, ოღონდ ბუშნელი აწერია ამ სამიზნეს. ოღონდ ნამდვილი ბუშნელი არ არის. არა კარაბინზე და რამეზე რო დააყენოთ ეს არა, მაგრამ მტერის თოფზე იქნება ზედ დამკვდარი რა და მოდი ამოვიღოთ შიგითა ნახოთ რა დევს. მანამდე ესეც გაცხელდება, ხო ესა გაცივლეთ. ამოიღე რაღაც საბუთები დაცვიდა. ეს მოყვა აი ესეთი რაღაცა თვითონ დამიზნების ამბავში, რაც არის საჭირო და თავისი პიკატინზე დასამაგრებელი ფეხები მოყვა ესეთი. უნდა რა ვიცი რა, ვინც მოიგებს
ტირის თოვზე იქნებ გაახედო, შეიძლება გაახედო? მოკლედ ეხლა გეტყვით რა კარაბინზე რო ეს დააყენოთ და ისროლოთ ამას აურევს, მაგრამ ტირის თოფი და 22 ელერი იმუშავებს. და რა მინდა თქვა. ამ ვიდეოს დადებიდან ერთი კვირა გაქვთ რომ თითო კომენტარი დაუწეროთ ამ ვიდეოს. მე სპეციალური პროგრამა იმაში ჩავაგდებ, ამოვაგდებ შემთხვევით ერთ გამარჯვებულს, გადავცემ აი ესეთ ფსევდო ბუშნელია რა, მოდი, არ ვიტყვის, ნამდვილი ბუშნელი არ არის რა. მაგრამ რა ვიცი, რეპლიკა არის. აი ეს რამის დაგვჭა. ტირის თოფზე იმუშავებს რა. რასაც დიდი რყევები და რამე არ აქვს, ეს ამაზე იმუშავებს. ვიდეოების გადაღებაში ვიგეხმარება USAT ჯორჯია და ჩვენი ახალი პარტნიორი და ძმა და ჯიგარი ლინუქსი. ბავშვების დაზღვევა შეგიძლიათ თვეში 20 ლარად, ეგ არის ძალიან მაგარი. შედით ქვემოთ ვიდეოს აღწერაში ნახეთ. ამოვანათებ კიდევაც. დავჭირდეთ, მაინც ჯობია რომ შვილი დაზღვევა. ნომარა. ბატონო დავით, მოდი გამარა ჭეშმარიტების ჯამი დავაყენოთ და ჩვენი ლობიანი გავჭრეთ. აჰა. ბიჭო, სკელი მგონი ძალიან სკელი გამომივიდა. ეხლა თხელობიანს რატო აკეთებენ არ ვიცი, ძუნწები არიან თუ აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ლობიანი კი არა, უფრო ალბათ პური შეშენ განიყო. ხელი არ დაგიწევს. უფრო პურია? მე რა, პური ჩვენი არსობისაა. ხო გაიგონია? ხო და ეგ არის რა. მე ხუთს მოვიხდი ბატონო დავით. ცხელია. ყველა ქრისტიანს მართლმადიდებლებს მიულოცოს ბარბარობა. ამინ. ღმერთმა თქვენი ბავშვები დაცულები ამყოფოს. ავადმყოფობით რაღაცა. თუ კიდე ფიზიკური დაცვა დაჭირდა, ბავშვების დაზღვევა ქვემოთ ვიდეოს ქვეშ ნახეთ. ზუსტად როგორ დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს. გაგიმართოთ, კარგად იყავით. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. კემრე. აბა არ ავჭამო. რემბოს ავიჩამოთ ეს. სად რემბოსა სად კიდე ბარბაროა, ვა? ნაუძი. შეიძლება შესაძლოა მაგარი არ გამოვიდა, მაგრამ როგორია? მაგარია. ადამიანი რომელიც იზახთა ლობიანი არ მიყვარსო, გემრიელთა ჭამს. ამიტომ გამოგემშვიდობეთ, კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეოებში. როგორია? ჩავაკრო. არა. ნუ.